დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ უნდა გამოვიყურებოდე ისე როგორც ახლა გამოვიყურები. Ფიქრობ, რომ კარგად მოქვს მაკიაჟი, თქო რა სიტყვით. სამოსაც არა უშავს, კომფორტულად ვარ. დროებით. მე რამდენი ჩამიცვამს ღმერთო. გონი მოპუქა. კარგი, გავიქეცით. ვაიმე ხალხო, კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერე მამა ჩემს და აი ამ სიფრიფანაით, რა ქვია, თხელი პიჯაკით არ წამოვედი. კიდევ კარგი. რა თქინდა უშვილო ეგ უკარე ცხელო. ისატყუti. ვაიმე ხალხო, ისეთ სივაგარეთ და ისეთი ქარია. ნახალოვკაში რომ ისე გავიყინებოდი აი ამ თხელ პიჯაკში, ისე გავიყინებოდი, რითი მოვკვდი ვერც გაიგებდნენ. ხო და ჩავიცვი ბატონო იგერ. ხო და ძვლები გამითბა. ვაიმე აი ამ კაკუნების ნერვები მაქვს ახლა. ის არის ეს ფეხსაცმელები ზაკურო ჩამოვიდა, მაშინ მაჩუქა და ძალიან სრიალებს და ვთქვი კიდეც, რომ სილიკონებს იმას ვიზავ თქო რა უკან დავაწევებ, რომ ეს სრიალი შეწყվიტოს თქო, ხო და შევყარე სულ ახლები ულამაზესი ხალხის საყვარლები. ახლა გამოვიდე. ხო და სილიკონის რომ მქონდა დილით. არ და ისეთი ლამაზია რომ ავდექი და ჩავიცვი. ხო და აი თხილამურებზე რომ ვაიმე ცელოფანი დამრჩა. ბუტასები დამრჩა. რომ ამ ფეხი რომ ატკინოს დღეს სულ ფეხზე უნდა ვიდგე, მეთქი ჩავიცვა თქო. და გულწნობ რომ ეს ფეხს მატკდეს. ყურადღებიანი ვარ ძალიან, გამახურჩები თავით დილიდან. ეჭვი მაქვს საბურთალოზე მოთხოვს. თუ მოთხოვს გადაგებინებთ. ისეთი ამინდა. კარგეს ვარდი და წინდა გადავე. იტირა იმდენი და ვერა ვიცი რა. იმდენი იტირა და ურეკა მათემ და კითხავ სახიაო და მე მგონი კითხიო და კარგიო და არ მეკეთეო ვარდიო და მეთქი რაღაცა მოთხო უთხარიო და შენ ხო არ დაკარგიო ჯვარი კიო მაგრამ მიკეთიაო მე არ დააწყნარებ თქვენი მეგობარი დე? კი მასშტაბლებელმა დააწყნა რა. ხო დააწყნა მასშტაბლებელმა და იტირა და მე დავაწყნა რა ჩემი მეგობარი. ხო დედიკო. ცოდვაბა არ უნდა დააწყნა თვითონ. კი დე უნდა დააწყნა რომ აუცილებლად. რა ერქვა შენს მეგობარს და? დაჩი. დაჩი. ხო და იტირა და მათემ მოვიდა. ხო და მოვიდა და უყიდა ჯვარი. კარგია დე. შენს მეგობარს ყოველთვის გვერდში უნდა ედგე, ხო დე, რომ იტირებს და დააწყნა, რა ხო საყარელო. გოგოებო დავადგავ ყავას და მოვალ. ნუ აი არ ვიცი. კიდევ კარგი რომ იმ უთხელესი რაღაცა პიჯაკით არ წავედი თორე. მარიამ რატომ წევხარ კვების დროს? ჩვენ ხო შევთანხმდით ზე. თორე თქვენ გენახავთ, ახლა ჩემი გაყინვა, გაბრეკო და ფილტვების ანთება. იმიტომ რომ ისმეცვა ზემოდან ჩემი მოსასხამი და თქვენ წარმოიდგინეთ საბურთალოზე მაინც მციო და ანუ ისეთი ამინდი იყო, მეთქი ვაიმე არ მოთხოვოს. მეთქი არ დაგიგუქო აქ.
ჩააჭე საყვარელო და მიირთვით, ხო? აი ეს მოვადუღოთ. მიირთვი საყვარელო, მიირთვი მოვალ ახლავედე. მიირთვი შვილო. ნორმალურად ჩააჭე თუ შეიძლება და პირი გააღე და მიირთვი. დავქნა დამიმარდა და დედიკო, კიდე გივარდა, მაგრამ არ აღებ ნორმალურად პირს. თავი გაგუკან გაწეული. და ამიტომ გეყრება და ხო გასწავლე როგორ უნდა მიირთვა. ასე. მიირთვი ჩემო ლამაზო. ვაიმე მიშველეთ. ესე დიდაღლი ვარ მიშველეთ. დიდი მადლობა. ავას დავადგავ და დავადგი უკვე. რადე და მოვალ ახლა. მოგიტანდე, მიირთვი კიდევ ერთი და მოგიტან. პური დააყოლე თუ გიყვარდეს დედა, ჩემო სიცოცხლე. მიდიდე. ბაბა. ნერონ ვარდი ვარ. ნერონ ვარდი ვარ. ყველა მეგობარი უნდა დავაწყენარო. კი, ოღონდ ჯერ ჩაყლაპე და მერე ისაუბრო ჩემო ლამაზო. კარგი დედიკო. მიირთვი. რაიმე ხალხო, არ ვიცი როგორ ხართ, მაგრამ მე რო სამსახურიდან მოვდივარ, სახლის გარდა არაფერი, არც კაფე, არც რესტორანი, არაფერი არ მინდა. მინდა მარტო ჩემს სახლში და ყავა. ანუ ჩემს სახლში მინდა. მორჩა. რაც არ უნდა რაღაცა სასწავლო ბაითში, როგორც ეძახიან, მივდიოდე. პილის პასტა ნინამ რა მიტანა. ბილის ჩოთკია დედა, ეგ პასტა კი არ არის საყვარელო. ჩოთკია საყვარელო. ჩოთკი? და ნინამ მამიტანა. კი ბატონო. და მე მიყვარს გერგოცი და ეზაზი. ნანასთან მოვიდა და გავიხარ. შენ რომელი გინდა? დამოდების ხიზი რომელი? რაიმე ხალხო უშველეთ რამე. არ არის თვათ მოწოდების სიმაღლეზე. დედი რატო იცინი ასე საყვარელო? გერგოზე ყვები? ხო. სიჩილი. უნდა იცინო და სულ უნდა იცინო მთელი ცხოვრება. ჩემო საყვარელო. იმას ნუ იცნებ ახლა რომ სულ შეგეკრას. მარიკო, შიგადაშიგ მიირთვი დედიკო, მოდი ჩემო ლამაზო მოგიხმარო. ხო, დედიკო, გერგო და ელზა, რა თქმა უნდა გიყვარდეს დედა, რა დაგიშავა, ან გერგომ და ან ელზამ. რატომ რაღაც რა დაგიშავეს? არა. გააღე პირი საყვარელო. შენი ხელით მიირთვი დღეს წვნიანი დე? ბატონო? კარგი გოგო ხარ, დავასხავ ყავა. გდია კაცო. აი მე დედა ფეხები მიშველეთ. ფეხებს ვერ ამგრძნობ მიშველეთ. ფეხებს ვერ ვგრძნობ თქო დედა. ხე? კი ბატონო. მე. შეხედა გოგო, ხედა გოგო. ბატონო დედა. იმიტომ რომ შეჭმილია და უსტალობა. ფეხები რო ვთქვი? კარგი დედი, აღარ ვიტყვი შვილი. მე. სიტყვებში მოვარებენ. კარგი შვილო, აღარ ვიტყვი. შენში მოვარებ და კაბაჩი და გიაში კარგი მოვარებ. დედი, ოღონდ თირკმას არ მოიგდებდა, რა თან თალებდე. თემური. აი, საყვარელო, აი, ნუ ამოიგდე თირკმელები ნერვიულობით. აი მეთქი რატომ აქვს დისკომფორტი? დედა, მე ღმერთო ჩემო. დაძინებული დავდივარ, როგორც ყობა იტყვის ხოლმე. ხანდახან გვაცა შენ დაძინებული დადიხარო, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გავიწყდებაო, რომ ანუ ხიზო მდგომარეობაში და გაღვიძებულ მდგომარეობაში ვერ დაგავიწყდებაო. ვაი დედა. მიირთვი დე კიდევ ერთი მარიკო, მოვა და მოგეხმარები, მაგრამ მიირთვი თუ შეიძლება რა. მარტო პური და კარტოფილი. დიახ, პური და კარტოფილი უნდა მიირთვდე.
აი მე რა დებილური ამინდები დაიწყო, ეხლა რა მეტი ჩრობაა ეს წვიმები. სიგრილე კი მინდოდა ისე დამცხა ის 2 დღე, მაგრამ ეხლა წვიმა ვინ უთხრა ერთი. ასე, წავედით. ჩვენი უსაყვარლესი ყავა დავლიოთ. რატო გადავწყვიტე რომ შევა შემცივდეს და შარფით მოძრაობ, ვერ გეტყვით. დაგექცევა წყალი. მაგრამ ვაი და შემცივდეს თქო, რა ვიცი, აბა რაღაცა ხანდახან ვერ გავიგებ ხოლმე, ისე უაზროდ შემცივდება ისეთ დროს, რომ აი შეიძლება შოქში ჩაგაგდოთ, რომ აი ამ დროს როგორ შეიძლება ადამიანს შესცივდეს, მაგრამ რა ვიცი, აბა ვერ გეტყვით. დედი დალევდე? სხვათა შორის ჩემდა გასაკვირად ძალიან მოეწონა, აი ძალიან და უკვე რა ვიცი, ზედიზედ მგონი მეთი 4 დღეა, ყობას ყოველ დღე მოაქვს და ყოველ დღე მაგრად მიირთმევს. აი ეს რა არის, ეხლა ხო ვერ მეტყვით დაყრილ მიწუწული. მიშველეთ. ერთი წუთი გოგოებო. ერთი წუთი გოგო. კაი, მაინც სიტყვებს ხმარობენ, არ მიყვარს რა ეგეთი რაღაცა არ მithქვამს, შვილო, რა გინდა რა და გიასა და მამასა ვთქვი და თემურიშე. კაცები ამბობენ რამე სიტყვებს დე? როგორ შეიძლება მე რატო ამბობენ? შენ გიაგევნები, სხვა კაცებს მეუბნები, უშტელობები. სხვა კაცებს? ხო, გიას და კობას და თემურის. მაგას მეუბნები. და მე ეგეთი სიტყვები არ მიყვარს. გასაგებია და მეტი ჩარა ამინდია, აი. არც იქით არის, არც აქეთ არის, ვითომ იწვიმა რაღაცა კაცობს, რაღაცა დებილური ამინდია. არ მიყვარს რა ეგეთი. რა კაილუკაცი შევარჩი, ასე კარგად ვარ, ძალიან ახლოს არ ახართ და სახე იმად ბოინგივით არ მიჩანს. მარიამ, ამდენი წყალი არ არის დედიკო საჭირო კვების დროს, ხო ხედავ, აგევსება კუჭი წყლით. დავლიოთ ყავა. გიჟდები ამ ფინჯნების დასადებზე, ხალხო გიჟდები. ეს და მეორეებიც მაგ ის არის სრიალებს, ის კიდე სხვანაირია და ეს უფრო მეტად მომწონს და ყვარს ძალიან. ასე. დღეს მეცვა თქო, მესვა საკმაოდ ისეთი განსხვავებული ფერი. იმისგან რაც ზოგადად მე მისვია ხოლმე. ხო და რა ვიცი, დღეს ყობა განწყობა მქონდა ეგეთი, რომ მომეწონა რა მოვიხდინე იმ სამოსზე, რაც მე მეცვა ყოველ შემთხვევაში. წითელსაც მოვიხდენდი და მცმია კიდეც იგივე, რაც დღეს, მაგრამ რავი, რაღაცა ეგრე გადაწყდა ჩემი ამბავი. რა იყო დედა? დაჭერი კალორიების ვეული. დაწერე კალორიების როულიო, ისე კაი გამახსენე და მივაწეროთ 10 გრამი Alpen Gold-ი, რომელსაც ეხლა ის გამოსდის საბოლოოდ ლამის 85 გრამი თუ რავი რა მნიშვნელობა აქვს. ეს რა არის? კაცები. არა, ის მინდა. დღეს კი მაგრამ არ დავწერე. აი მე ახლა ვარ კარგად, მე თუ არ დამიწერია. შეიძლება თავი წავიქციო აქვე. რატო არ დავწერე? აბა რა ვქენ დავიზეპირე თუ რა ვქენ? დღევანდელი კვება დავიზეპირებ. კარგი, დავწეროთ რაც მივირთვით. 35 გრამი იყო პური, მაგას ცალკე ვიანგარიშებ. 166 კალორია აქვს თავად, ისედაც. მერე 148 კალორია გამოვიდა მივირთვის სოსისი. 10 გრამი შოკოლადი. აი დიდი კალორია აქვს რა თქმა უნდა ამას ცალკე ვიანგარიშებ რა თქმა უნდა. დედი, მაგდანი წყალია. რაც წეღან მივირთვი ეგენ ისე კიდად და ის ისე დავწერე. და ჭახლის სალათა მივირთვი, სალათი. ძალიან ცოტა იქნება, ზუსტად ხა გონზე არ ვარ რა და როგორი იყო და ანთებს მივირთვი, ისედაც მანაყრებ და რაც მივირთვი.
მაგრამ ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რამდენი კალორია იქნებოდა, მაგრამ ერთი მინიმუმ 70 მაინც უნდა დავაწეროთ. შესაძლოა მეტიც. მაგრამ აი შესაძლოა ჰა 5-10 პლუს მინუს რა. მინუს არა პლუს. ჩემი ისენი დადი შოკოლადი მივირთვი რა. მივირთმე, როგორც შენ რო კარტოფილს მივირთმევ ჩემო სიცოცხლე. მერე მოგცემს დედა შენ რო გიყვარს იმ ალპენგოლსზე. მოდი ჩემო სიყვარულო, მოდი ჯემოს. ცქნაფუნი მივირთმევ, ცქნაფუნი. მოდი რა, კარგად ვერ მოგეფერე წეღანდე. მოდი ჯემო სიცოცხლე. ვაიმე, შეგცივა, მაჩვენე ხელები. შეგცივა, დადე. საკეტი ჩამოწ. ვაიმე, დედიკო, მოდი ჩამოხტი. და გავიწყდა. არაფერს. ფეხი ჯვატა მეტკინა. რატო დედა ფეხი რაღაცა შუაშია შვილო. დადი, ჯვატა მეტკინა, პოდიკინა. მოდი დედიკო ჩაიცვი, ვაიმე დედა. რატო ტოვებ დედა მარტო ხალხს, მითხარი ერთი. შენ იცი როგორ უყვარხარ ყველას? მოდი საყვარელო ჩაიცვი შეგცივ და მოდი ჩემო ლამბე. მოდი ეს რა არის დაისველე? რა დაისხი წყალი? არა, ის არ ვარი მარტო დამიშველი. კაი, არა უშავს ამასაც ეგ ოდნავ არის და ეგ არაფერი არ არის. მოდი. ჩაყავი ჩემო. ცქნაფუნიკო. დედა ცქნაფუნიკო. ცქნაფუნიკო. კიდე რა ვარ? საყვარელი. კიდე? ოჩნება. კიდე? კიდე რა ვარ? ჩემი სიხარული. ვაიმე, კიდე? რა ვარ? ჩემი სიხარული. კიდე რა ვარ? ჩემი სიხარული. ამ ხელა რა ვარ? რას მეძახი ხოლმე? პიტიკუკუ. არა, გუნგუ? გუნგულა. გუნგულას მეძახის. რა ჩაგივარ დადე? უი საყურე. მიდი ჩემო სიცოცხლე მომიტანე. ხო და დავიწეროთ ხოლმე აუცილებლად. რატო მეგონა რომ დავიწერე ხა სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ვიცი დილისისა რა წავიღე, მაგრამ რა მნიშვნელობა გზე პირად კი ვიცოდი ისედაც. ისაწმელი. ახლავე. მზად ხარ გაჭამოს დედა? ხო. ვაიმე ვერ ვარჭობ. შერჭე. შერჭე. ისევნები. ჰანდ. საყურეს. ხო დედიკო. ისე მიყვარს ხოლმე დავუშვებ სახლში თუ მოვედი და მაგათად იმ დღეს კობა დავხდა სახლში და რაღაცა კობა ყავას მოვადუხებ. ხო და იქ რაღაცა ყავას მომიდუხებს ხოლმე. ხო და რაღაცა ძალიან კაი გარემოა ხოლმე ძალიან და მიყვარს ეს მყუდრო დღეები ზოგადად ძალიან გადავარდები დედიკო. ძალიან ჩემია რა ეს მყუდრო დღეები არის ჩემი. რომ თუნდაც გარეთ წვიმდა სახლში ვიყო ჩემთვის შესუსული. აი ეგეთი დღეები მიყვარს ძალიან. ვაიმე რა კარგი ყოფილა ყავა ხარ? დღეს ყველა ხო ევროვიზიაზე ლაპარაკობს, შინ, გარეთ, მეტრო, თუ რა გინდა, სადაც გინდა, სულო და გულო ყველგან. ალბათ მარიამს უკვე იქა ქრაფია ნერვები თებზე. გაგაჭიპება. ჩაყლაპეს მირთვი და ჩაგირთოდე. მანამდე მომიტანე პულტი ჩემო სიხარულო. ჩემი საყვარელი. დადი ვერ ავდგები ახლა. რასაცხვალა ვარ, შემჭირდება. მოდი აქ არის დე, ჩაიცვი სიყვარულო, მოდი. ალპენგოლდი ჩემი საყვარელი შოკოლადია, ოღონდ თხილის. და საერთოდ ყველა შოკოლადი მიყვარს, რასაც ურევია თხილი. ნიშდები და რა დავაკითხო. თხილი რო ურევია. გადასარევ. მოდი დე. აჰა, მივსვი დედა და მომიტანე. კარგი დედიკო.
მომენტი გადაყლაპე. ჩავუსვოთ მარიკოს პეპა. კაცო, პეპა თქო და რა ჩაირთი ახლა, რა თმინდა შენი ისა რა ქვია? ინა კაკა. ისე მინდა ყავა თურმე, ისე მდომებია წყალი ვითვსვა. აჰა, საყვარელი. ოპა. დავუწიოთ ხმას. აჰა, დედიკო. დადი ნახე. აქეთ დაჯექი, გინდა უყურე და თან მიირთვი. აბა მანდე ხედავ პეპას დე? კი. ოკეი. ბაი. 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 ხო და მაგას ვამბობდი, აი ეგეთი რაღაც მისუსული დღეები მიყვარს თქო რა, როცა თქვათ მირეკავდა. დავბრუნდები სახლში და ხდება ხოლმე ყობა რაღაცა სიმყუდროვია და კარგია მოკლედ რა. და ზოგადად მეგობრებთან, ქმართან ძალიან მიყვარს ყავის დალევა. სხვათა შორის არ ვიცი რაღაცას ვუყურებდი TikTok-ზე, ამას წინა თუ Facebook-ზე ვსკროლავდი, არ მახსოვს რა ზუსტად რამის ბონიშობა დიდად არც აქვს. და ძალიან სწორი რაღაც იყო, ვიდეოში იყო, აი როგორც ტრენდი რა ესე, რომ კაცებო, დაიმახსოვრეთო, რომ თქვენ რო ძმაკაცობთო, ეგ იმას ანიშნავს, რომ თქვენმა ცოლებმაც ერთმანეთში და იდაქალონო და სხვათა შორის, აი ხა რომ ვფიქრობ, არის აბსოლუტურად მართალი. ეხო ისედაც ეგრე ხო ვიცოდით და ხო კაი, მაგრამ აი ხა რომ ვფიქრობ, მართლა ეგრეა, თუმცა აი როგორ ვიყავი მე თქვენ გეტყვით, რომ ადრე, აი მე გეუბნებით პატარა რო ვიყავი, რომ აუცილებლად მეგონა რომ აი ჩემი ქმრის მეგობრები მე ჩვენ ცოლები ერთად ვიდაქალებდით რაღაცა ჩემი მეგობრები როცა გათხოვდებოდნენ იმათი ქმრები მე ერთად იძმაკაცებდნენ თუ რაღაცა ძალიან ფანტაზიებში ვიყავი რა. რა თქმა უნდა არის ხოლმე შემთხვევა რომ ეგრეც არის. ბუნებრივი ამბავია, არ გვიკვირს ვიცით. ეგრეც არის რომ რაღაცნაირად გადაკვეთა ხდება ხოლმე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ შესაძლოა ხშირ შემთხვევაში არ არის ესე რომ აუცილებლად ხა რადგან არის ჩემი მეგობარი იმის იქმრები და და შეიკრა საძმაკაცო, იმიტომ ყოველას ისედაც თავის სამეგობრო ყავს, ყოველას ისედაც რაღაცა თავისი წრე ყავს და ერთად დროის ტარება რაღაცა პერიოდებში სულაც არ ნიშნავს ხა იმას, რომ აუცილებლად შენი დაქალი და საძმო და საძმაკაცოში უნდა ჩაიპურჩქნო. არ არის ეგრე. თუმცა ადრე ეგრე ვფიქრობდი, რომ ეგრე იქნებოდა. აი მე გეუბნებით პატარა რომ ვიყავი ღრმა ბავშვობას რა. რატომ ეგონა ეგრე და რატომ მქონდა დასკვნები, რატომღაც არ ვიცი, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობაა. მე კაცშეს რო ჩეს უკვე ტვინში ამის ხა. ეგრე მეგონა, თქვენთან როგორ არის საქმე? ჩემთან, მოდი დედიკოთან მიირთვი, უნდა გავაგრძელო, მოდიდე. ბუდიში წვედა გვაქვს. მოდიდე ჩქარა სიცოცხლე. წელი მეტკინა. ოპა. რა არის გოგოებო იცით, ესეც რო ჩეს არ მომწონს, მოდი გადავდეთ. თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ შენ ამ თამას ხოთა შორის მინდოდა საუბარი ამას წინათ, რაცა ჩემთვის რო ვიქნებოდი რა, მარტო და არა ესე თან კარტოფილს რო აჭმევდა თან იქ რაღაც უნდა თან აზრები მეფანტება, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე რომ თუ მარიამთან ერთად ვარ, რაღაცა აზრები მაინც დაალაგებულად მოგაწოდოთ. აი ხა გასაგებია და აბსოლუტურად არის ის ამბავი, რომ გინდა რომ შენ რაღაცნაირად თუნდაც რატო არა, რომ აი შენი ქმრის ძმაკაცის ცოლება ერთად იძმაკაცო თუ არ არის ეგრე. არ არის ეს ვალდებულება, არ არის ეს თუ ხდება ძალიან კარგია, ყოჩახ თუ ხდება და ეს მოხერხდა ძალიან კარგია, მაგრამ მე როგორ ვარ იცით რომ მე ვინც მყავს გარშემო ჩემი სამეგობრო მე მაგმაყოფილებს.
ერთია რომ შენთვის ძალიან კარგი მეგობარი იყოს და მეორეა უბრალოდ ძმა-კაცის ცოლები ხართ და მორჩა. ეს კიდე სხვა რაღაცა. უბრალოდ თქვენს ქმრებს აქვთ უახლოესი ურთიერთობა და რაღაცნაირად როცა ხდება ისეთი გრანდიოზული შეკრებები, იმ სივრცეში შენც ხარ და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ყოფნა და ეს არ ხდება ხშირად. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში საერთოდ არ არის ხშირი გადაკვეთა, რომ აუცილებლად არ იქა ახლა კობასაც მაგალითად არ არის ეგრე რა. და არც ვთვლი, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი სამეგობრო ყავს, ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მე არ მიყვარს ჩემს სამეგობრო წრეში ვიღაცის შემოშვება. შეიძლება ეგოისტური რაღაცები მჭირს, მაგრამ ეგრეა. არ მიყვარს ზედმეტი ხალხი, არ მიყვარს ზედმეტი ქაოსი, არ მიყვარს როცა რაღაცა სამეგობროში ხალხი ემატება თითქოს რა არ მიყვარს რა. მყავს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც ვარ ძალიან ახლოს და ამაზე მეტი ადამიანი მე გეუბნებით, აი როგორ მეგობრებზე იცით, ყველაფერი რო იციან შენზე და შენი ნაკლი, შენი დადებითი და შენი სიხარული და შენი პრობლემები და შენი ეჭვები და შენი ესენი და შენი ისინი და შენი ბნელი კუთხეები და შენი ნათელი კუთხეები, ყველაფერი რო იცით ერთმანეთის. ესეთ მეგობრებზე ვსაუბრობ. კარგი დამოკიდებულება გქონდეს და მათთან გქონდეს ახლო ურთიერთობა, ეგ იმას აიშას, რომ ის აუცილებლად მეგობრები უნდა იყოთ და არ არის ეს აუცილებელი. რა თქმა უნდა გქონდეს, რატო არ უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა, ცივილური, შეხვდე კიდე წყავაც დალიო და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, ხოთა შორის ადრე რო ვფიქრობდი და მე სხვა რეალობა დადგა, ცოტა ისე ვიყავი, ვერ მივხვდი, მაგრამ მალევე გავერკვიე მაგ ამბავში, რომ იცი რა არის, როცა შენი ყავს იმას, გინდა ვინმე ძალიან არა, ხო, მაშინ რა. ხო, შეხვდით ხოლმე ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ვაანალიზებ, რომ არ არის გაუცილებლობა, რომ ეხლა შენ უნდა იდაქალო იმასთან, იმიტომ რომ შენი ქმრები ეს ერთად არიან ერთმანეთში გოგონების ქმრები, არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა არ არის ეგრე. და ბევრისგან გამიგია, რომ რაღაცა გული დაწყვეტიათ, რომ აი რატო რაღაცა ვერ გამონახე საერთო ენა თუ რაღაც საერთო ენაზე არ არის, უბრალოდ ყველას თავისი ცხოვრება, ყველას თავისი საქმე აქვს, ყველას თავისი ის აქვს და თუ ცოტა ადრეული ასაკიდან არ მოყვება, თუნდაც მეგობრის ქმრები და ასე შემდეგ, მერე უკვე დიდ ასაკში ცოტა რთულია ესე შემოიკრიბო, როგორც აი შენი რაღაც. და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მე ვფიქრობ, სავარაუდოდ ყობაც ეგრე ფიქრობს, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ჩემი თქვათ მეუღლის მეგობრის მეორე ნახევრებს ყველას, მაგრამ ჩემთვის ჩემი მეგობარი ვერც ერთი ვერ იქნება. ახლობელი კი ბატონო, ზოგისთვის მეგობარი ძალიან ბევრია, ეხლა დაქალი სხვა არის, აი ვერ გაიგებ რა ვიღაცას როგორ მოსწონს წოდება და ვიღაცას როგორ რა. ჩემთვის ცოტა სხვა რამეს ნიშნავს ეგ. ჩემი გულის და სულის და ყოველთვის ნაწილი ვერც ერთი ვერ გახდება, აბსოლუტურად ვერც ერთი ვერ გახდება. იმიტომ რომ მე იმდენი წლის ადამიანები მომყვებიან, რომ მოკლედ. მაგრამ რა თქმა უნდა მე მყავს ადამიანები, ვისაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ეს იქნება სამეზობლო, ეს იქნება თანამშრომელი, ეს იქნება სოციალში გაცნობილი ადამიანი თუ სხვადასხვა ძალიან ბევრგან არ მიმუშავია, აი რო გითხათ რომ დასკებივით ვიცვლის სამსახურს რო ამბობენ ხოლმე არ, მასე მე ნამდვილად არ მიმუშავია, სულ მუშაობდი ან თეატრში, ან ახლა სადაც ვარ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყვნენ, ახლაც მნიშვნელოვანი არიან და ვინც ჩემთვის იყვნენ სულის, გულის, ტვინის ნაწილები, ისინი ისი არიან. არავის შემომატებას მე ჩემს ცხოვრებაში აეგრე, რომ მთელი ჩემი ბიოგრაფია ნათელბნელი კუთხიანად გადმოვუფინო. ეგეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი ხა, არც ისე პატარა აღარ ვარ, არ მგონია მე შემოვიმატო ვინმე.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, მეყოლება და მყავს კიდეც ადამიანები, ვისთანაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ჩემს ძალიან პიროვნულ რაღაცებზეც მისაუბრია, მაგრამ აი სიღრმისეულად მაგისათვის მყავს მეგობრები. ადამიანები, ვისთანაც ყველაზე გადაშლილი წიგნივით ვარ და რაც ვარ ის ვარ, აი შიშველი რაც ვარ ის ვარ მაგათანაც რა. და შესაძლოა ხე შენ მიყურებ მე და რაღაცნაირად გული გტკივა, რომ თუნდაც შენი მეგობრების ქმრები და ვერჩენი ქმარი ერთმანეთში ვერ მეგობრობენ და აი რაღაცა ეს დისკომფორტს გიქმნის და მინდა გითხრა, რომ ნუ შეგიქმნის, შენი ცხოვრება გაქვს, ქმარს თავისი ცხოვრება აქვს, შენი სამეგობრო ყავს, ქმარს თავისი სამეგობრო ყავს. არ არის არაფერი ამაში ტრაგიკული, შეხვდი, გაერთეთ, ერთად გაატარეთ დრო, გქონდეთ ხშირი ურთიერთობა, ან თუნდაც საერთოდ არ გქონდეთ, არც ეგ არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ საკუთარი თავისგან და არც მოდი დედიკო მეორე ნახევრისგან, აი რადიკალურად რომ რატო არც მაკაცობთ ერთად და რაღაცა, მე მგონია რომ არ უნდა მოთხოვო მსგავსი რამ, როგორც ხა ჩემი მეუღლე მე ვერ მომთხოვს, რომ აი ჩემი მეგობრების ცოლებთან შენ ხალი რატო არ ხარ თუ რაღაცა, ბატონო, აი ვერ მომთხოვს. ისე როგორც მე ვერ მომთხოვ, ანუ აბსოლუტურად აი რა ვიცი. მოდი დედიკო, სიყვარულო, მოდიდე. გადავყვები ყველას მზედ, რაზე ალაპარაკი, მაგრამ აი ესე ის კუთხე, რაზეც მე ვსაუბრობ, ესე მარტივი არ არის, რა მით უფრო ახლა, აი ხა რა ასაკშიც ვარ ხო საერთოდ. პატარა ასაკში შეიძლება კიდე სხვანაირად არის, როცა ჯერ ისევ თითქოს მეგობრების ძიებაში ხარ, თითქოს ჯერ ისევ რაღაცნაირად შემომატების ეტაპები გაქვს და რაღაცა, უკვე შემომატებულიც რო გაქვს. გადაღეჭილიც რო ყავთ ერთმანეთი, მე მაგ სივრცეში ვინმეს აეგრე გადაღეჭილად შემოყვანა ძალიან ისეთი ამბავი მგონია, არ ვიცი. თქვენ როგორ ფიქრობთ? მაგრამ 100%-ით ვეთანხმები, რომ კაცებო არ არის აუცილებელი თქვენმა ცოლებმა ერთმანეთში იდაქალონ. ასევე ქალებო არ არის აუცილებელი ჩვენმა მეუღლეებმა იძმაკაცონ ერთმანეთში. ჩვენ ვართ ერთმანეთის მეგობრები, ვართ. ჩვენ ვართ, ქმრები არიან, ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს. ასე რომ არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის დამიჯერეთ. აჰა დედიკო, მოდი ცოტა და გეხვეწები, ნუ და აი მარიამ აღარ მინდა დედიკო, აი აღარაფერი აღარ მინდა რა. რა იყო შვილო, ჯვარს მაცვი რა არის რა. დედიკო, მე შენ სამხარზე არ გტოვებ, რომ სახლში კარგად მინდა რომ აბა კარტოფილი შეუწვა რაც უყვარს და აბა კვერცხი რაც უყვარს და ის და არა აზრი მაგიტო გამომყავ ხარ ადრე შვილო ბაღიდან მეთო ჩემ აღარ მინდა არაფერი ლაპარაკიც კი მეზარება უკვე თქვენ როგორ ფიქრობთ თუმცა ძალიანაც კარგია როცა მეგობრობენ ერთმანეთში და ის მაგრამ თუ არ არის ასე არაფერი არ არის ხალხო ამაში ტრაგიკული და იყო დრო როცა აი რატო თქვათ მიფიქრია რომ ჩემი მეგობრის ქმრები რატო ერთმანეთში ყველა რატო არის მაგრამ მე მივხვდი რომ რატო უნდა იძმაკაცონ ანუ რატო შეხვედრიან კიდეც ერთმანეთს გვიქეიფია კიდეც ყველას ერთად ცივილური ურთიერთობაც აქვთ ჩვენი მეგობრის მეორე ნახევრის ერთმანეთთან ყველას ჩემთან ყველას მაგრამ ანუ ვერ მოვთხოვთ რომ აუცილებლად ეხა აი ესე გადაებდნენ აი რა ვიცი რა ასე რომ გემშვიდობებით მეგობრებო დიდი მადლობა რომ მიყურეთ ამ თემაზე მინდოდა ცოტა მშვიდ გარემოში მესაუბრა მაგრამ ვინდეგაცა და თქვენ კი გიყვართ მარიკოს დანახვა და აგერ ბატონო უყურეთ გამომეჭინება ხოლმე ვლოგებში აჰა დედი მოდი ჩემო სიცოცხლე მე ახლა ვეშვილო რა დამიჯახე მე რო რა ვიცი დედა დაღეჭე უკვე მოდი ოპა ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან ბევრი რამ შემიძლია ამ მსგავს თემებზე რაღაცები ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ ამ თემისთვის ცალკე დრო შევარჩიოთ. დიდი მადლობა რომ მიყურეთ ყველას და გემშვიდობებთ ხვალამდე. დღეს იყო მაგარი დატვირთული დღე, ღია გაკვეთილი იყო ინგლისურის, გაკვეთილი სპექტაკლი იყო ფაქტობრივად. სადაც ბავშვების ბევრი ფორმების გამოცვლა
საგიჟეთი იყო მოკლედ და თან ფეხსაც მელმახო დამაჭირა, მომატეხა ფეხები, მატირა, მაღნალა. ბუტასები ხო სახლში დამრჩა ჩემი ყურადღებიანობის ამბავი კი მოგეხსენებათ და ეს ფეხები მოტეხილი მონგრეული მოვდიოდი თანახევრად ვტიროდი. ასე რომ არავის გაუკვირდება ჩემგან მსგავსი რამ არა. ბაი. გემშვიდობებით, ხვალამდე.